ერდოღანზე გაბრაზებული სერბეთის ლიდერი დასავლეთს ორმაგ სტანდარტშია დანაშაულებს. ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის ახალი ფაზა. ბაიოს გობელენის საიდუმლოება. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ უხაძე ვარ. გამარჯობა. სერბეთსა და თურქეთს შორის შავმა კატამ გაირბინა. ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი თურქეთის მიერ კოსოვოსთვის სამხედრო დრონების გადაცემა გახდა. კოსოვოს არმიის დრონებით შეიარაღების ფაქტი კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ გაახმოვანა. მისი თქმით, თურქეთი კოსოვოს 1000-ზე მეტ დრონს გადასცემს, რომელიც არა სადაზვერვო, არამედ ეგრეთ წოდებული კამიკაძე საფრენი აპარატებია. შეგახსენებთ, კამიკაძე, ანუ თვითმკვლელი დრონები უკრაინის ომის დროს ერთ-ერთი მთავარი საჰაერო გამანადგურებელი სისტემა გახდა. ისინი ცნობილია როგორც შთამბეჭდავის საბრძოლო მოწყობილობა, რადგან მათ შეუძლიათ დაყოვდნენ პოტენციურ სამიზნედ განსაზღვრულ ზონაში და დაარტყან მაშინ, როცა მტრის აქტივი გამოვლინდება. ის პატარა ზომისაა და მისი გაშვება ადვილია, თუმცა დრონების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათი აღმოჩენა ძნელია და სროლა შორი მანძილიდანაც შეუძლიათ. ზუსტად ასე დრონებს სახელად Sky Dagger მიაწვდის თურქეთი კოსოვოს. ამ ინფორმაციაზე ბელგრადს მწვავე რეაქცია ჰქონდა. სერბეთის მეთაური ვუჩიჩი, რომელიც გაწონასწორებული დიპლომატიური კომუნიკაციის სტილითაა ცნობილი, არ მალავდა აღშფოთებას და მედიის წინაშე თურქეთის მიმართ მწვავე კრიტიკული აზრები გამოხატა. მე შეძრწუნებული ვარ თურქეთის აქციელით. ახლა აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ თურქეთს არ სურს სტაბილურობა ბალკანეთში. ის კვლავ ოცნებობს ოსმალეთის იმპერიის აღორძინებაზეო, განაცხადა ვუჩიჩმა. ექსპერტების აზრით, სერბეთის ლიდერის მწვავე რეაქცია დიდწილად განპირობებულია ვუჩიჩის უშედეგო მცდელობით დაახლოვებოდა ერდოღანს. ის ყოველთვის ცდილობდა კოსოვოს საკითხში თურქეთის პოზიცია შეერბილებინა. შარშან ასეთი დაახლოების მცდელობა თითქოს წარმატებული აღმოჩნდა. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ბელგრადს ეწვია. გახარებული ვუჩიჩი ერდოღანის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდა. მან თურქეთის ლიდერს სერბეთის ძმა და მეგობარი უწოდა. ახლა მდგომარეობა შეტრიალდა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გაეროსაც კი მოუწოდა ანკარის მიერ თვით გამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაზე რეაგირება მოეხდინა. გაერთიანებულმა ერებმა ორივე მხარეს უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ რატომ სჭირდება კოსოვოს ეს კამიკაძე დრონები. სერბეთის გენშტაბის უფროსმა მილან მოისილოვიჩმა ამ საკითხზე ნატოს გენშტაბთან და კოსოვოში ნატოს კონტინგენტის მეთაურთან სატელეფონო საუბარი გამართა. სერბეთის გენერალმა მკაცრი პროტესტი გამოთქვა და დასძინა, რომ თურქეთის მიერ კოსოვოსთვის გადაცემული დრონები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოსოვოს, არამედ მთელი ბალკანეთის რეგიონის უსაფრთხოებას. ნატოს წარმომადგენლებმა გენერლის დამშვიდებას სცადეს. მათი თქმით, კოსოვოს არმიას არ აქვს ამ დრონების გამოყენების უფლება, ვიდრე ნატოს სამშვიდობო ძალები არ გასცემს ამის ნებართვას. კოსოვოს პრემიერმა საკითხზე საუბარში შემრიგებლური ტონი არჩია. მან განაცხადა, რომ დრონების შესახებ თურქეთთან ხელშეკრულება შარშან გაფორმდა და ამის შესახებ კარგად იცოდა ვუჩიჩმა, მაგრამ მაშინ მას ხმა არ ამოუღიაო. სერბეთის ექსპერტების აზრით, თურქეთი არასდროს არ მალავდა, რომ ის მუდამ ალბანეთისა და კოსოვოს გვერდით იქნება. ევროპელი ექსპერტები ამ აზრს იზიარებენ. მათი თქმით, კოსოვოს შეიარაღება სერბეთის წინააღმდეგ კი არაა მიმართული. ის კოსოვოს ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ბელგრადს ეს ახსნა განმარტება არ მოსწონს და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. ვუჩიჩის თქმით, დასავლეთი ამ საკითხში ორმაგ სტანდარტს იყენებს. როცა სერბეთმა ჩინეთისგან სარაკეტო დანადგარები იყიდა, ამერიკამ და ევროპამ საქციელი დაუწუნა. თავად კი კოსოვოს აღიარებენ. ორმაგი სტანდარტია, აბა სხვა რა ქვია ამას. ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ესკალაციის ახალი ფაზა დაიწყო. თავიდან ურთიერთობის გამწვავებისკენ ჩინეთმა გადადგა ნაბიჯი, კრიტიკული მინერალების ექსპორტი შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ ამერიკის პრეზიდენტი საშინლად გააღიზიანა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ჩინური მინერალების მთავარი იმპორტიორია. აი, როგორი რეაქცია ჰქონდა დონალდ ტრამპს ჩინეთის ამ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთში ძალიან ბევრი უცნაური რამ ხდება. ისინი ზედმეტად აგრესიულები ხდებიან. მთელი მსოფლიოს ქვეყნებს უგზავნიან წერილებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ წარმოების ყველა იმ ელემენტზე, რომელიც იშვიათ წიაღისეულთანაა დაკავშირებული, ანუ პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც მოაფიქრდებათ, საექსპორტო კონტროლის დაწესება სურთ. ტრამპმა იფიქრა და ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილების კვალდაკვალ ჩინეთისთვის ტარიფების მომატება გადაწყვიტა. ამერიკა ჩინეთს 100%-იან სატარიფო ნიხრს დაუწესებს. ანუ ეს იქნება დამატებითი გადასახადი უკვე გაზრდილ ტარიფზე. გარდა ამისა, 1 ნოემბერს ყველა კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე საექსპორტო კონტროლი დაწესდება, განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი ეს გადაწყვეტილება ჩინეთმა მკვეთრად დაგმო. თუ ამერიკული მხარე კვლავ განაგრძობს ამგვარ კურსს, ჩინეთი გადადგამს მკაცრ და შესაბამის ნაბიჯებს საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ასე თქვა ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მაგრამ გაბრაზებული ტრამპი არ ჩერდება. მან ჩინეთის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები გამოაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ამერიკის საავიაციო მარშრუტებზე ჩინური ავიაკომპანიების რუსეთის თავზე ფრენის აკრძალვას. ეს კი ჩინეთისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან რუსეთის გავლით ფრენა ძალიან ამოკლებს გზას და საწვავის უდიდეს ეკონომიას იძლევა. ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ჩინეთმა ოდნავ შეარბილა საუბრის ტონი და ამერიკას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის დარეგულირებისკენ მოუწოდა. ტრამპი კი ჯერჯერობით უკან არ იხევს. დაახლოებით ერთ კვირაში გაიმართება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტი, რომელშიც ტრამპიც მიიღებს მონაწილეობას. შეკრებაზე ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის სავაჭრო ომის ესკალაციის გამო ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს ჩინეთთან საუბარი. ახლა მთელი მსოფლიოს მასმედია მარჩიელობს, შეხვდება თუ არა დონალდ ტრამპი სი ძინპინს. ცხადია, ამ ორ გეოპოლიტიკურ გიგანტს უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიო ვაჭრობაზე. მაგალითად, მათ შორის ამ ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო მსოფლიოს ბევრი დიდი კომპანიის აქციები მკვეთრად გაუფასურდა. ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ესკალაცია არის ერთგვარი საბრძოლო ტაქტიკა, რომელსაც ორივე ქვეყანა იყენებს. ორივე ლიდერი ცდილობს ერთმანეთის დაშინებას და ფსონების მაღლა აწევას, რომ მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდში მეორე მხარე უფრო სუსტად გამოიყურებოდეს, თუმცა ასეთმა ტაქტიკამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს, ანუ მხარეები კიდევ უფრო გაბრაზდეს, გაჯიუტდეს და ერთმანეთს რქებით შეეჯახოს. ცნობილია, რომ ერებს თავის სასარგებლოდ წარსულის გადაწერის მიდრეკილება აქვთ. რადგან ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, ვისიმე ინტერესებიდან გამომდინარე ხშირად ხდება
წარსულის ფაქტების თვითნებური ინტერპრეტაცია და ზოგჯერ მიზანმიმართული გაყალბებაც. გაყალბებულ ფაქტებს კი დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, რასაც ხშირად იყენებენ ხოლმე იარაღად. ზუსტად ამის მაგალითია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ბაიოს გობელენის ისტორია. ბაიო ქალაქია ნორმანდიაში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით. ამ ცნობილი გობელენის სიგრძე დაახლოებით 70, ხოლო სიგანე 9 მეტრია. გობელენი სავარაუდოდ მე-11 საუკუნეში ბაიოს ეპისკოპოსის მითითებითაა დამზადებული. ნაწარმოები 50 მხატვრული ეპიზოდისგან შედგება და შალის ფერადი ძაფითაა ნაქარგი. სცენები ძირითადად ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას ეხება. თითოეული ნაწილი ცალკეულ ამბავს გადმოსცემს. გამოსახულებების გარდა გობელენზე წარწერებიცაა, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს, მათ შორის ჰასტინგსის ცნობილ ბრძოლას, უილიამ დამპყრობლის კორონაციას და სხვა. მოკლედ, ბაიოს გობელენს უზარმაზარი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. ბაიოს გობელენი ევროპის ორ დიდ ქვეყანას, საფრანგეთსა და ინგლისს დიდად ეამაყება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გობელენი ქალაქ ბაიოს მუზეუმში ინახება და მას დღემდე ეს ადგილი არ დაუტოვებია. ატეხილი აჟიოტაჟის ერთი მიზეზი ის გახდა, რომ 2026 წელს იგი British Museum-ში გამოიფინება. მეორე ამბავი კი, რომელმაც ასე ააღელვა ევროპა, არის ის, რომ შლეზვიგ-ჰოლშტაინში, ჩრდილოეთ გერმანიის მიწაზე, ბაიოს გობელენის დიდი ხნის დაკარგული ნაწილი იპოვეს, რამაც ყველას ერთი კითხვა გაუჩინა: როგორ აღმოჩნდა გობელენის ნაწილი ამ მხარეში? პასუხი კითხვაზე ასეთია: მეორე მსოფლიო ომის დროს ბაიოს გობელენის ნაწილი საფრანგეთიდან გერმანელმა ნაცისტებმა ჩუმად წაიღეს. მოგეხსენებათ, ნაცისტები და პირადად ადოლფ ჰიტლერი შეპყრობილი იყვნენ ისტორიული ფაქტების თავისებური ინტერპრეტაციით. ცდილობდნენ რა არიული რასის ზებუნებრიობის დამტკიცებას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ორგანიზაცია ანენერბე, რაც გერმანულად წინაპართა მემკვიდრეობას ნიშნავს. ორგანიზაცია ისტორიის ტრადიციებისა და გერმანული რასის მემკვიდრეობას შეისწავლიდა და მესამე რაიხის სახელმწიფო აპარატის ოკულტური იდეოლოგიის მუშაობას უზრუნველყოფდა. იდეოლოგიური საფუძველი ანენერბეს ჰერმან ვირტმა ჩაუყარა, რომელმაც 1928 წელს გამოსცა წიგნი სათაურით კაცობრიობის წარმოშობა. ის ამტკიცებდა, რომ კაცობრიობას სათავეში ორი პროტო-რასა ედგა: ნორდიული, ანუ სულიერი რასა ჩრდილოეთიდან და გონდვანური, ანუ შეუცვლელი ინსტინქტებით შეპყრობილი სამხრეთული რასა. ვირტი ამტკიცებდა, რომ ამ ორი რასის შთამომავლები გაბნეულნი არიან სხვადასხვა თანამედროვე ერებში. ანენერბეში ნაცისტებს დასაქმებული ჰყავდათ სხვადასხვა დარგის მეცნიერები, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები, არქეოლოგები. ორგანიზაციასთან ახლოს თანამშრომლობდა ფიზიკოსი, გეოპოლიტიკოსი და ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი ალექსანდრე ნიკურაძე. რაც შეეხება ბაიოს გობელენს, ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით ანენერბეში შეიქმნა ამ მხატვრული ნაწარმოების კვლევის მეცნიერთა ჯგუფი, რომელთაც გობელენით არიული რასის თეორია უნდა დაემტკიცებინათ. რასის თეორიით ნორდიული რასა ვიკინგებიდან მოდიოდა, რომელსაც მიეკუთვნებოდა გერმანელი ტომები და ასევე ნორმანები. რადგან გობელენი ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობას აღწერს, გობელენი მათთვის ბევრ რამეს ნიშნავდა. პროექტი სრულად 1941 წელს ამუშავდა. მაშინ ანენერბემ ქალაქ ბაიოში გერმანელი მეცნიერი და ქარგვის ისტორიის სპეციალისტი კარლ შლაბი გაგზავნა. სწორედ მან წამოიღო ბაიოს გობელენის ნაწილი გერმანიაში.
ის თავის მუზეუმსა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დააბინავა, რომელიც შლეზვიგ-ჰოლშტაინში მდებარეობდა. გობელენზე სამეცნიერო ცდები ტარდებოდა, მაგრამ როცა ნაცისტური გერმანია ომის წაგების ფაქტის წინაშე დადგა, ნაცისტებმა ცდები შეაჩერეს. გობელენის ნაწილი კი მეცნიერმა საიდუმლოდ შეინახა. ასე გაქრა ბაიოს გობელენის ნაწილი. ახლა კი, როგორც გერმანელებმა განაცხადეს, ბაიოს გობელენის ნაწილი მალე ბაიოს მუზეუმში დაბრუნდება. მსოფლიოში ცოტა რამ იციან სლოვენიაზე. უმრავლესობისთვის ის მხოლოდ ამერიკის პირველ ლედისთან ასოცირდება, რადგან მელანია ტრამპი წარმოშობით სლოვენიიდანაა. ცენტრალურ ევროპაში მდებარე ეს პატარა სახელმწიფო თავისუფლების მხოლოდ 35 წელს ითვლის. სლოვენიელები სერბების მონათესავე და მათი ბედიღბლის გამზიარებელი ხალხია. მე-15 საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე სლოვენია ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო. ომის შემდეგ ის ახალ შექმნილ სახელმწიფოს იუგოსლავიას შეუერთდა. 1991 წელს რეფერენდუმის შედეგად სლოვენია პირველი გამოვიდა იუგოსლავიის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. მეზობელი ხორვატიისა და ბოსნიისგან განსხვავებით, სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი აქ მშვიდობიანად წარიმართა, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობის ეთნიკური ერთგვაროვნება სახელდება. სლოვენია იმ პირველი 7 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც 2002 წელს ნატოში მიიწვიეს. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებს შორის ევროკავშირშიც პირველი გაერთიანდა. ტერიტორიულად საქართველოზე 3-ჯერ პატარა სლოვენიის მოსახლეობა 2 მილიონზე ოდნავ მეტია. ქვეყანა არც წიაღისეული სიმდიდრითაა გამორჩეული, მაგრამ სლოვენიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნის საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ საკმაოდ ადვილად გადალახა პოსტკომუნისტური მენტალიტეტი და ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანა ააშენეს. წარმატების მიზეზი სწორედ ეკონომიკური რეფორმებია. სლოვენიამ საქონლის წარმოებასა და ინოვაციებზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითისთვის ფარმა ინდუსტრიის მკვეთრი განვითარების ფაქტიც კმარა, რომელმაც ქვეყანა ამ მიმართულებით ევროპის ლიდერად აქცია. სლოვენია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომლის ახლანდელი ლიდერი 58 წლის გამოცდილი პოლიტიკოსი რობერტ გოლობია. ის ყოფილი იუგოსლავიის დასავლეთში დაიბადა. გოლობმა ლიუბლიანას უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა და იმავე სასწავლებლის ასპირანტურაში განაგრძო სწავლა. 1994 წელს ელექტროტექნიკის დარგში დოქტორის წოდება მიიღო. მოგვიანებით რობერტ გოლობმა, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატმა, ამერიკაში ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1998 წელს სლოვენიის ევროკავშირში გაწევრიანების დროს გოლობი ქვეყნის ენერგეტიკის პრობლემების კოორდინაციის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1 წლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშნეს. იმავე წელს ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 2002 წელს რობერტ გოლობი ქალაქ ნოვა-გორიცას საკრებულოს წევრად აირჩიეს. 2 წლის შემდეგ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია დააფუძნა, რომელსაც მალევე თავად ჩაუდგა სათავეში. 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ კომპანიას. 2011 წელს რობერტ გოლობმა ლიბერალურ დემოკრატიული პარტია დატოვა და სლოვენიის მემარცხენე პარტიაში გადავიდა. ის პარტიის ლიდერის მოადგილედ დანიშნეს. 2013-14 წლებში შიდა განხეთქილების შედეგად პარტია 2 ცენტრისტულ და რადიკალურ ბანაკად გაიყო. თავიდან გოლობი მათ შერიგებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მოგვიანებით ცენტრისტულ ბანაკს შეუერთდა, რომელმაც ახალი პარტია ალენკა ბარტუშეკის ალიანსი შექმნა. ამ პარტიაშიც გოლობს
ლიდერის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში გოლობის პარტია დამარცხდა, რის გამოც რობერტ გოლობმა პარტიული აქტიურობა ჯერ შეანელა და ბოლოს პარტია სამუდამოდ დატოვა. 2022 წელს გოლობი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა და მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მისი ინიციატივით პარტიის რებრენდინგი მოხდა და თავისუფლებისთვის მოძრაობა დაერქვა. იმავე წელს განახლებულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწია. ქვეყნის 90 ადგილიან პარლამენტში 41 მანდატი მოიპოვა. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 6 მანდატი დააკლდა, ამიტომ მემარცხენეებთან ერთად შექმნა სამთავრობო კოალიცია. 2022 წლის ივნისში რობერტ გოლობი სლოვენიის მე-15 პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. 2023 წელს ის სკანდალში გაეხვა. გადაყენებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატიანა ბობნარმა გოლობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ექს-მინისტრი გოლობს ზეწოლაში და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდა. გოლობი თავს უდანაშაულო თვლიდა და ყოფილ მინისტრს განაწყენებულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად თვლიდა. პროკურატურამ და საპარლამენტო კომისიამ საქმე მაინც აღზრა, მაგრამ მტკიცებულებების არ ქონის გამო საქმე დაიხურა. 2024 წლის ზაფხულში სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიაში უკრაინის საკითხზე ორდღიანი სამშვიდობო კონფერენციის ნაცვლად NBA-ის მატჩზე დასწრება ამჯობინა. პოლიტიკოსის თქმით, მან საერთაშორისო შეხვედრა შვებულებაში ყოფნის გამო გამოტოვა. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობაში მონაწილეობას გართობა არჩია. ამ დროს სლოვენიაში პროფკავშირების რამდენიმე გაფიცვაც მიმდინარეობდა. საგარეო პოლიტიკაში რობერტ გოლობს მკვეთრი ანტიისრაელური განწყობა აქვს. 2024 წელს სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. წელს კი ისრაელის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს იტამარ ბენ-გვირს და ბეცალელ სმოტრიჩს სანქციები დაუწესა. რობერტ გოლობი მეორე ქორწინებაშია. ახლა მისი მეუღლე სლოვენიის ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი თინა გაბერია. რობერტ გოლობს 3 შვილი ჰყავს. ამჯერად ასე დავასრულოთ. მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ აქ და ამ დროს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.